მე მიხეილ სააკაშვილს უარს ვამბობ სკვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს თქვენთვის თითოეულმა თქვენგან უარი თქვა სკვერპლად ყოფნაზე. შეჭვიდეთ სკვერპლად ყოფნა, ნუ ახარებთ მათ სადისტურ ნატურას, ნუ აჩაგრიეთ თავს, ამით სიცოცხლეს უღანგლიოთ ამ რეჟიმს. პირიქით ყოველდღე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს. აბა მე დღეს რა გავაკეთე საქართველოს გადასარჩენად. აბა დღეს მე რა ვატკინე ამ ქვეყნის დამაქცეველ დიქტატურას. რა გავაკეთე იმისათვის, რომ საბოლოოდ რუსეთის ფიზიკურადაც არ ჩაუვარდეს ხელში მთელი საქართველო. ეს კივილი ყველამ შეიძლება სხვადასხვანაირად მივაყენოს. შესაძლებლობის მიხედვით მე მიუხედავად მათი ცდილობისა მთელი ეს წლები უარს ვამბობდი, რომ გავწყვეტ, ვაქტიურო მაქვს მიმოწერა მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებთან, ვაქვეყნებ სტატიებს დასავლურ პრესაში. სადაც ვამხელ დიქტატურას. ვიღაც მრავალრიცხოვან ან მცირე საპროტესტო აქციებში მიიღებს მონაწილეობას. ვიღაც კორუფციას გამოიტანს სააშკარაოზე. ვიღაც ოპოზიციას და აქტივისტს დააფინანსებს და ფულს შეუგროვებს, როცა მათ აჯარებენ. ვიღაც კრიტიკულ პოსტს დაწერს და ვიღაც ამ პოსტს უბრალოდ დაალაიქებს, გააზიარებს და არ შეეშინდება ამის გაკეთება. ვიღაც მეზობლებს და ელაპარაკებს და აუხსის ქვეყანაში შექმნილ რეალურ სიტუაციას. ვიღაცა უკანონო ბრძანების შესრულებას ეთმის უარს და ვიღაც უბრალოდ უარს იტყვის იმაზე, რომ მოიტყუოს, როცა მას ამას ავალებენ ან როცა ეს მოსახერხებელია. ეს არის დიქტატურის, აი ეს ყველაფერი ასე ჩავუდგა, ეს არის დიქტატურის ბინჯური სხეულისთვის. მრავალი ჩხვლეტის მიყენება. 1000 ჩხვლეტის 1000 წრილობის 1000 ჩხვლეტის შედეგად ჩვენ მათ წავაქცევთ აუცილებლად. ამიტომ ვიდგეთ, მაგრამ ყველაფერი იქნება და ყველაფერი გამოდიოდა.